პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჯულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა პაატა ბურჯულაძემ ჭიათურელ ამომრჩეველს ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ გვალია წარუდგინა. წარდგენას ასევე ესწრებოდნენ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე და პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი. პაატა ბურჯულაძემ ჭიათურის კულტურის ცენტრის წინ შეკრებილ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა და წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან ასევე ჭიათურლებს პოლიტიკური მოძრაობის საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო. დაპირება არის ჩვენი ეს რა თქმა უნდა ეკონომიკის და ეს არის სოციალურად დაუცველი 1 მილიონი ადამიანი, ვისაც 4 წლის განმავლობაში ეს ექნება ეს დახმარება და არ მოეხსნება, ეს ოჯახები იქნება ყველანი სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფილი, მედიკამენტებით უზრუნველყოფილი, უფასო მედიკამენტები, სწავლა, ბავშვების სწავლა და განათლება. ეს არის ყველაზე მთავარი. მაღაროელებს ასთავარია უკეთესი ცხოვრება, იმიტომ რომ დღეს მე ვფიქრობ, ისინი ძალიან დაჩაგრულები არიან. მე მიხარია რომ ხალხმა იმედი არ დაკარგა, აი და რაც უფრო ახლოა 8 ოქტომბერი, იმით უფრო იმედიანად უყურებენ მომავალ ცხოვრებას. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით და შევცვლით უკეთესობისკენ, რა თქმა უნდა, და მე მიხარია რომ არის ძალიან დიდი დობა ჩვენი პარტიის მიმართ და ჩვენ გავიმარჯვებთ. პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თეიმურაზ გვალიამ ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მაღაროელების უფლებებს დაიცავს. მე პირველ რიგში როგორც სამთოელი, პირველ რიგში აუცილებლად უნდა დავიცვა სამთოელების ინტერესი მაღალი ტრიბუნიდან. კანონმდებლობაში საჭირო იქნება ცვლილებების შეტანა იმისათვის, რომ თითოეული სამთოელი, თითოეული მუშა, თითოეული ცვლის უფროსი იქნება თუ ტექნიკური პერსონალი, რომლის უსაფრთხოება უნდა დავიცვათ პირველ რიგში და არა ის, რომ პიროვნებები, რომლებსაც ბიულეტენზე გასვლა უნდათ, უნდა ჩავიდნენ ზესტაფონში, იქ უნდა დადგენ აღრიცხვაზე, მერე ბიულეტენის დახურვისთვის კიდე უნდა ჩავიდნენ ზესტაფონში. ეს არ შეიძლება, ხალხო, ეს არის ყოველად მიუღებელი. ინვესტორს არ უნდა ვეჩხუბოთ ჩვენ, ინვესტორს არ უნდა ურტყათ მუჭები, ინვესტორს უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ინვესტორის ენით, უნდა ველაპარაკოთ ბიზნესის ენით, უნდა ველაპარაკოთ პროფესიონალი, სამთოელი. ჭიათურას ერთ-ერთი სამთოელი ყავს დეპუტატის კანდიდატი წამოსცა, მე მგონი დეპუტატის უნდა ვიყო. აუცილებელია ეს ხალხო, იმისათვის რომ მე არა მარტო სამთოელი ვარ, არამედ მე სხვადასხვა პროფესიებში ვარ ნამუშევარი და ადამიანმა რომელსაც არ იცის რა არის ხარჯაღრიცხვა, რა არის ბალანსი, როგორ შეიძლება ამ ინფრასტრუქტურის განვითარება, ის ადამიანი არც ერთ შემთხვევაში და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მიხედავს ჭიათურას და ვერ მიხედავს და ვერ გაითავისებს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც არის ჭიათურაში. მარგანეცისგან გარდა უამრავი პოტენციალი გააჩნია ჭიათურას და ეს აუცილებელი, ეს უნდა ავამუშავოთ. მინი ფერმერული ინსტიტუტების შემოღება ის ძველი ტრადიციები რაც იყო ჭიათურაში, ამა თუ იმ სოფელში, რომელი დარგი იყო განვითარებული, აი ეს დარგი უნდა ავამუშავოთ. სხვანაირად არ შეიძლება. მე არ ვლაპარაკობ იმას, რომ აი დიდი მონსტრი, არა, მინი ფერმერული ინსტიტუტები, 15-20 ოჯახი სოფელში უნდა დასაქმდეს. პარტიის ლიდერებთან შესახოდრად მხარდამჭერები ჭიათურის კულტურის ცენტრის წინ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებიდან შეიკრიბნენ. შეხვედრით კმაყოფილი ვართ, რა თქმა უნდა, რაც ესაუბრენ ხალხს და თუ ფორმალობად არ დარჩება ეს ყველაფერი და სინამდვილედ აქცევენ. დღეს რაღაცა დამაჯერებელი იყო პაატა ბურჯულაძე, თავისი პროფესია მართლა მიატოვა და გადმოვიდა ხალხის მხარეს. სახელმწიფო ხალხისთვის მე მგონი ეს იქნება რაღაც შედეგი. პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჯულაძე გუნდის წევრებთან ერთად რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს და კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.